ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზიამაღლობას ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცვლის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით. მოსამართლემ მზიამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლო განაჩენის გამოცხადება ბათუმში აქციის ფონზე მიმდინარეობდა. არა მხოლოდ ეს ვერ დაამტკიცა, სინამდვილეში ვერც ის დაამტკიცა რომელი მუხლით კვალიფიკაციაზეც რა დავიდა. უბრალოდ მე წეღანაც ხსნიდი და მინდა რომ საზოგადოებამ კარგად გაიგოს. სამართლებრივად ერთი და იგივენაირად უსამართლო და უკანონოა 2 წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა თუ 4 წელი თავისუფლების აღკვეთა იქნებოდა. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე. ამ კვალიფიკაციით მე თუ მკითხავთ, მათ საკუთარი თავი რა დაარჩინეს, სწორედ აი ამ ხელა საზოგადოებრივი ზეწოლისგან ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში ვინც სამართალი იცის, არ იცის, რაიმე გაერება, რომ ის, რასაც მზიას ასე ვთქვათ, ბრალად ჰქონდა შერაცხული, არ არის თავდასხმა პოლიციელზე. ამიტომ თავისთავად ცხადია, მოუწიათ მათ ამის აღიარება, თუმცა 353 მუხლი ისეთივე სამართლებრივი აბსურდია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი. დამიჯერეთ, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს ჯიან სწორედ პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო მათთან და სწორედ იმისთვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა. მე წეღან ვისაუბრე ზუსტად ერთი საქმე მივუთით წინა პროცესზე სასამართლოს და მინდა ყურადღება მიაქციოთ. იქ პოლიციელს პანღური ამოარტყა ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, ბრალდებულმა და იმ საქმეში დაზარალებული იყო რიგითი პატრული ინსპექტორი და არა პოლიციის უფროსი. იმ საქმეში სასამართლომ თქვა, მხოლოდ ყველანაირი ამხელა მობილიზაციის და ზეწოლის გარეშე, რომ ეს არ იყო თავდასხმა პოლიციელზე და ამავდროულად იქ პირობითი სასჯელი დაადგინა. მაშინ, როდესაც ჩვენ შემთხვევაში გამოიყენა თავისუფლება. დღეს შეეძლო, რომ გამოიყენებინა სხვა სასჯელი, თუნდაც ამ უკანონო მუხლის პირობებში, რა სასჯელი რო უთხრათ მაყურებელს და რა არ გააკეთა. თუნდაც ამ მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, რომელიც იქნებოდა 353 პრიმა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოიყენებინა როგორც ჯარიმა, რომელსაც რა დააკონვერტირებდა თავისუფლების აღკვეთის იმ ვადაში, რაც მზია მოიხადა და გაანთავისუფლებდა, ხალხო 7 თვე თავისუფლების აღკვეთა სილის გაწვნისთვის, რომელსაც დანაშაულთან საერთო არაფერი არ აქვს, საკმარისი არ არის. ერთი რომ შეეძლო ჯარიმის გამოყენება და დარბაზიდან განთავისუფლება და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა, ნოდა რაც ყველაზე მთავარია, რაც არ გააკეთა სასამართლომ. მხოლოდ თავი გადაიწყო. სააპელაციო ინსტანცია წინ არის. გასაკვირველია და არა მხოლოდ სააპელაციო ინსტანცია. იმას გითხრათ, მე ველოდი რომ გამოიყენებდა ჯარიმას მიუშიდა და ამითი ძალიან დიდი პროცესი გაჩერდებოდა, მაგრამ ეთყობა მაინც არ ვიცი, აი სიტყვები არ ყოფნის აღწერო, რას განვიცდი ახლა. თუმცა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაბეჯითებით, რომ დღეს არაფერი არ დამთავრებულა, დღეს დაიწყო ყველაზე მთავარი პროცესი, ბრძოლა მზიას გათავისუფლებით. თავდასხმა რო აბსურდი იყო, დადასტურდა რა თქმა უნდა ეს, მაგრამ განაჩენი რაც არის, ეს არის აბსურდი. მზიამაღლობელი 2 წლით ციხეში არ უნდა გამოიკეტოს, მზიამაღლობელი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ მას რაც ჩაიდინა ეს დანაშაული არ არის დანაშაული, ის კვალიფიკაცია არის არასწორი და უნდა გათავისუფლდეს. მაინც ვერ გაბედა სახელაშვილმა მზიამაღლობელის გამოშვება საპატიმრო დაწესებულებიდან დღეს და ახლა და აქ ამ დარბაზიდან ვერ გაბედა ეს, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი აპელაციის ეტაპზე მზიას დანაშაულობა სრულად ამ ქართულ სასამართლოებში დადასტურდება. ხალხო, შეუძლებელია, რომ სილის გაწვის გამო ადამიანს თავდასხმას ედავებოდეს და შემდეგ ასეთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ როგორმე. არ ვიცი წარმოუდგენელი. მადლობა თქვენ. თამთა შეიძლება პირდაპირ ეთერში ვთქვათ, გადაკვალიფიცირება მოხდა 353-ის პირველი ნაწილი არის რითიც 2 წლით ციხეში გაუშვა მზიამაღლობელი. მოსამართლეს შეეძლო ჯარიმის გამოყენება, რაც არ გააკეთა. რაზე მეტყველებს თქვენთვის ეს? როგორც ჩანს, ის საერთაშორისო და საზოგადოებრივი წნეხი, რომელიც ამ საქმეს ახლდა, თან ამან გამოიწვია გარკვეული გავლენა სასამართლოზე
და 353 პრიმა 353-ად გადააკვალიფიცირა, მაგრამ მან მაინც არ გაითვალისწინა მთელი ამ საქმის კონტექსტი, მზეამაღლობელის პერსონალური გარემოებები და ეს სასჯელი ჩემი გადმოსახედიდან არაპროპორციულია და უსამართლო. დაცვის მხარე მის გამართლებას ითხოვდა. გასაგები იყო, რომ ამ სასამართლო სისტემაში ჩვენ ამას ვერ მივაღწევდით, მაგრამ ნამდვილად სასამართლოს შეეძლო უფრო სამართლიანი და არაპროპორციული სასჯელის გამოყენება, რომელიც სამწუხაროდ აქ ვერ ვიხილეთ, რაც რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა მზიასთვის. რა განზრახვას აჩვენებს მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, რომელსაც შეეძლო ეს მუხლი ითვალისწინებს მათ შორის ჯარიმასაც და შეეძლო რომ დღეს წერტილი დაესვა მთელი ამ უსამართლობისათვის. რა დაინახეთ თქვენ როგორც იურისტმა? ხო, ნამდვილად იქნებოდა ადეკვატური სხვა სასჯელის გამოყენება, სამწუხაროდ ეს სასამართლომ არ გააკეთა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების განზრახვა, რომ მზეამაღლობელი უნდა დაისაჯოს და ეს სასჯელი უნდა მატერიალიზებული იყოს, ის უნდა ციხეში იჯდეს, ეს განზრახვა შეასრულეს, თუმცა სასჯელის შემცირებით, უფრო დაბალი კვალიფიკაციის მიცემით, მათ თითქოს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლას აჩვენეს, თუმცა რა თქმა უნდა სასჯელის უსამართლობა ისევ ძალიან მძიმე ფაქტორად რჩება ამ საქმეში. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში დარწმუნებული ვარ, დაცვის მხარე გაასაჩივრებს როგორც კვალიფიკაციის საკითხს, ისე სასჯელის პროპორციულობის საკითხს და როგორც ჩანს ამ საქმეზე სასამართლო დავა გაგრძელდა. ოცნება ცდილობს, რომ აჩვენოს, რომ თითქოს შეუვალია რეპრესიებში, მაგრამ მათ მოუწიათ უკანდახევა. ეს არის უკანდახევა და მზიას გამარჯვება. არ არის ისეთი უკანდახევა, რომ მზია უნდა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ეს არის მზიას და საზოგადოებრივი წნეხის წინაშე დაჩოქება და ამ გამარჯვების გაფორმება მოუწევთ ძალიან მალე. როცა მზია არის გამარჯვებული, საზოგადოება არის გამარჯვებული და ვერ მოახერხებს ქართული ოცნება ქართული საზოგადოების დაშინებას და შეჩერებას. 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა გმობს მზეამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მას არაპროპორციულსა და პოლიტიზირებულს უწოდებს. მზეამაღლობელისათვის პატიმრობის შეფარდებას აფასებს სალომე ზურაბიშვილი და ამბობს, რომ პატიმრობა მეტყველებს რეჟიმზე, რომელსაც აღარ აქვს გამბედაობა დაიხიოს უკან. მეტყველებს პირველ რიგში რეჟიმზე, რომელსაც იმის უნარი, რომ უკან დაიხიოს, როცა ამდენად ნათელი არის, რომ აქ არანაირი დანაშაული არ არსებობდა და როცა საზოგადოებამ ყველაფერი თქვა თავისი სათქმელი, ეს ნიშნავს, რომ ამ რეჟიმს აღარ აქვს არანაირი გამბედაობა. არც იმისი, რომ თავისი ბოლომდე გაიტანოს, არც იმისი, რომ ნამდვილად დაიხიოს უკან. რჩება სადღაც ამ ნეიტრალურ ზონაში, საიდანაც გონია, რომ გამოძვრება და ვერ გამოძვრება. აქ არ დამთავრდა ეს ბრძოლა, ჩვენ ვნახეთ მზიას ტოტალური შემართება, რომელიც ძალიან დიდი იმედის მომცემი არის და რომელიც არის ყველასთვის, ჩვენთვის ძალიან დიდი მაგალითი. და ამას ეს ხელისუფლება ვერანაირად ვერ დაამარცხებს. არ არის ის განაჩენი, რომელსაც ჩვენ ყველანი ველოდებოდით, რომ განთავისუფლდებოდა მზია, მაგრამ ამიტომ არ შეიძლება ასეთ რეჟიმებთან, რომ რამე მოლოდინი კონდეს, უნდა ვიყოთ ძალიან მშრალი ამ შეფასებაში და ვიცოდეთ, რომ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაგრამ ასევე რომ დავინახოთ, სად არის იმ სისუსტის ნიშნები, რომელიც აშკარად გამოჩნდა მთელი ამ პროცესის მსვლელობის დროს და სად არის სიძლიერის უდიდესი ნიშანი და ამას ქვია დღეს მზეამაღლობელი. ქალბატონო პრეზიდენტო, ფართო ჭრილში რომ შევხედოთ ამბავს მზეამაღლობელის დღეს გამოშვებით და გათავისუფლებით, ეს იქნებოდა ქართული ოცნების სიგნალი მათ შორის ევროკავშირისთვის, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჩვენი საკითხის განხილვას უნდა დაუბრუნდეს. მისი პატიმრობაში ჩატოვებით რა უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირს? ეუბნება ყოველ დღე ევროკავშირის ყველა ჩვენ პარტნიორებს, რომ ჩვენ თქვენთან არ გვინდა და ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ვითომთ ჩვენი სუვერენობა, მაგრამ ეს არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, პირიქით, ეს მიდის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და ქართველი ხალხის ნებას ვერავინ ვერ დაუდგება წინ. ქალბატონო პრეზიდენტო, დღეს არის გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი, სხვა სინდისის პატიმრებისთვის, რა გექნება თქვენ სათქმელი? მე მექნება ის სათქმელი, რომ წუხვარ, რომ ერთდროულად იქაც ვერ ვარ, იმიტომ ვაპირებდი და ძალიან მინდოდა, რომ იქაც ყოფილიყავი, მაგრამ სული და გულით ვარ იქა მათ გვერდში
და ყველასი ბრძოლა არის ჩვენი ბრძოლა, ყველასი მაგალითი არის ჩვენთვის მაგალითი და ყველანი არიან ამ რეჟიმზე ბევრად ძლიერები და ეს არის რაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ დღეს და რაც უნდა გვაძლევდეს ჩვენ ყველას ბრძოლის გაგრძელების ძალიან დიდ მიზანს და მიზეზს. ცნობისათვის მზია ამაღლობას თავდაპირველად ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციაზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას აღნიშნული ქმედებისათვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-დან 7 წლამდე ვადით. Magrat mikvis akroare. ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს, მას ხელბორკილები მას შემდეგ მოხსნეს, რაც დაკავებული ექიმი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. უღმესი მადლობა მინდა გითხრათ იმ გვერდში დგომისთვის ესეთი დეტალური გაშუქებისთვის და ავიცი კიდე ალბათ 10 იმდენი ნანახი არ მაქვს რაც შიგნით შემოვდიოდა თქვენ ამ შევაზე ინფორმაცია და რაღაც აღშევდოს შევადები ისეთი ფაქტია რომ პირველი ემოცია რაც მაქვს ალბათ თამდე და ამ წამამდე ხელი და ხმა გვიკანკალებს ჩვენ ადვოკატებს რა და წარმოუდგენელია კიდე გიორგის რაგანცთა დაეუფლა. სიტყვებს, ემოციებს თავს ვერ უყრი, ერთადერთი მისაღები გადაწყვეტილება იყო დღეს. ერთადერთი ალტერნატივა ჰქონდა მოსამართლეს. მიიღო გამომართლებელი განაჩენი, გამოეტანა გამომართლებელი განაჩენი და ვფიქრობ მოსამართლემ ვერ შეძლო ამ პირობებში რომ მიიღო ის არაკანონიერი გადაწყვეტილება სამწუხაროდ, რასაც ველოდით. შესაბამისად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. გიორგი არის მართალი, გიორგი არის უდანაშაულო და გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ქონია. ამით უკვე წერტილი დაესვა ყველაფერს და ფარდა ეხადა საგამოძიებო ორგანოს აბსურდს. იმ აბსურდს, რასაც გვთავაზობდნენ თვეების განმავლობაში. გიორგი არის უდანაშაულო. თქმა უნდა არ ველოდებოდით, იმიტომ რომ სასამართლოსგან ჩვენ ძალიან დიდი ხანია სამართლიან გადაწყვეტილებას არ ველით, ეს იყო ძალიან დიდი მოულოდნელობა, შოკის მომგვრელი, იმიტომ რომ ეს სასამართლო იღებდა გადაწყვეტილებას და არა იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ ვინმეს ეჭვიეპარებოდა, რომ გიორგი ახობაძე არის სამართლიანი და უდანაშაულო ადამიანი. მან რა თქმა უნდა დაიმსახურა ეს თავისუფლება და ამ პროტესტმა დაიმსახურა დღევანდელი სიხარული, რომ ჩვენ დღეს რეჟიმის ერთი ტყვე გამოვიხსენით და ეს იყო პრინციპში და ეს არის ის პირობა, თავარი პირობა ჩვენი პროტესტის, რომ უნდა ვიბრძოლოთ იქამდე, სანამ თითოეული სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი. ამიტომ რეჟიმს არ ეგონოს, რომ ჩვენ რაღაც ერთი ლუკმა ძვალი გადმოგვიგდეს ახლა და ამით ვინმე გაჩერდება და დაწყარდება. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დღევანდელი მზია ამაღლობელის დილის 2 საათზე მიღებული 2 წლიანი პატიმრობა, რაც არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად მიუღებელი თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა იქაც რა თქმა უნდა გადაკვალიფიცირდა, იმიტომ რომ იმდენად უსამართლოა ეს ყველაფერი, რომ თვითონ ეს სასამართლოც ვეღარ ახერხებს აი ყველანაირ პირობებში ამის გამართლებას. ჩვენ ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ 8 საათზე შევიკრიბებით მარშით იმისთვის რომ მზია ამაღლობას ვუთხრათ რომ მიუხედავად ამ დიდი სიხარულისა ჩვენ არ გვავიწყდება ის დანარჩენი 60-ზე მეტი ადამიანის მიმართ უსამართლობა. ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე სანამ თითოეული სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი. აი ეს არის დღევანდელი პასუხი ამ დღევანდელ ძალიან მაგარ ამბავზე რა თქმა უნდა და გიორგის ვილოცავ კიდევ ერთხელ და მადლობა მას რომ ასეთი ბედნიერება მოგვანიჭა. ცნობისათვის ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს მას ბრალი
სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-6 ნაწილი წარადგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოს შეძენა შენახვას გულისხმობდა. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. პროკურატურაში განმარტავენ თუ რატომ დასჭირდათ დაკავებული ნინო დათაშვილისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა. პროკურორი დავით ყაზარაშვილის განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა. დოკუმენტიდან გამომდინარე, რადგან ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა. დავით ყაზარაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მსჯავრდებული ექსპერტებთან გასაუბრებაზე უარს განაცხადებს, ექსპერტიზის პროცედურა ვერ შედგება. პროკურორმა აღნიშნა, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დოკუმენტაცია წარმოგვიდგინა დაცვის მხარემ პირდაპირ წერია თანხლები დაავადებად მითითებულია ფსიქოემოციური ლაბილობა. ამაზე იყო კიდეც გაჟღერებული მასმედიის საშუალებით და სწორედ ეს ჩანაწერი და ეს თანხლები დაავადება გახდა იმის საფუძველი, რომ დაგვენიშნა ექსპერტიზა და უბრალოდ შეგვეცნობინა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქ სხვა მიზანი გამოსცემთ, რომ არ არის. აქ წამებას ან სხვა დასჭით მექანიზმებს ადგილი არ აქვს. ბევრ ადამიანთან დაკავშირებით ტარდება ეს ექსპერტიზა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის დასაუბრება ექსპერტ შორის და უშუალოდ ბრალდებულს შორის და მასზე დაკვირვების შედეგად ხდება შემდეგ შეფასების დადება. ნინო დათაშვილის ადვოკატის განმარტებით, პროკურატურას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი არ აქვს, რადგან წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტებში ნეიროქირურგის მიერ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს ხერხემლის ოპერაციის შემდეგ თანმდევ სიმპტომად აღენიშნებოდა ფსიქოემოციური ლაბილობა. რაც დროებითია, მისი თქმით, დოკუმენტის წარდგენის მიზანი იყო, რომ სასამართლოს ცოდნოდა მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ და გაითვალისწინებინა, რომ ნინო დათაშვილს აღნიშნული ოპერაციის შემდეგ წელის არეში ძლიერი ტკივილები აქვს. ეს ექსპერტთან გასაუბრება არ არის. პროკურატურის შუამდგომლობა არის შეფასდეს ნინო დათაშვილის შერაცხადობის საკითხი. რაც საერთოდ სხვა რამესთან არის დაკავშირებული, ეს არის 20 დღე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შუამდგომლობა. პროკურატურამ შუამდგომლობა გამოიყენა ნინო დათაშვილის უფლებების დარღვევით. ამ დოკუმენტში მითითებულია ნინოს დიაგნოზი ხერხემლის მალთაშუა თიაქარი. თანმხლებად მითითებულია ემოციური ლაბილობა. ემოციური ლაბილობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანები გამოხატავენ თავის ემოციას კონკრეტულ გარემო ფაქტორებზე მითითებით და ზეგავლენით და ნინოს შემთხვევაში ამ დოკუმენტში წერია, რომ ეს არის თიაქრის თანმხლები. ცნობისათვის ნინო დათაშვილი 9 ივნისს საქალაქო სასამართლოს ფოიეში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული. გამოძიება მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, კერძოდ საჯარო მოსამსახურეზე, სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მოთხოვნით ცესკოს უკვე მიმართეს პარტიებმა გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის. მისივე თქმით, იმ პოლიტიკური პარტიებიდან, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული საპარლამენტო არჩევნებში და ასევე არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ორმა პარტიამ მიმართა ცესკოს თავმჯდომარეს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მოთხოვნით და ეს პარტიებია კონსერვატორები საქართველოსთვის და ენა და სარწმუნოება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება გირჩიც, სადაც ამბობენ, რომ ცესკოს 8 აგვისტომდე მიმართავენ. 2025 წლის 4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება საქართველოს პრეზიდენტის მიერ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ ძალაში დღეს შევიდა. დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.
ამ მომრჩეველთა თითქმის 90% საკუთარ არჩევანს ვერიფიკაციის და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით დააფიქსირებს. ქვეყნის მასშტაბით სულ გაიხსნება 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება. დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა დაშვება თუ აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, ასევე დღეიდან ამოქმედა წინა საარჩევნო კამპანიის აგიტაციის წარმოების წესები და საბიუჯეტო თანხების თანამდებობრივი და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. საარჩევნო ადმინისტრაცია იხელმძღვანელებს კანონის უზენაესობით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და პროფესიონალიზმის პრინციპების დაცვით და საქმიანობას განახორციელებს ქცევის მაღალი ეთიკური სტანდარტებით. ამასთანავე არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ აქტიურად ჩაერთონ, დააკვირდნენ და ობიექტურად და სამართლიანად შეაფასონ საარჩევნო პროცესი. იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, ამისათვის საჭიროა, რომ პარტიის ხელმძღვანელმა პირებმა განცხადებით მიმართონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, იმისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიიღონ. მე აქვე მინდა დავაზუსტო და გითხრათ, რომ საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნებამდე არაუგვიანეს 57 დღისა და ეს გახლავთ 8 აგვისტო პარტიას, რომელსაც ჰქონდა გასულ საპარლამენტო არჩევნების დროს რეგისტრაცია, ან ყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, აქვს უფლება, რომ მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მე აქვე მინდა გითხრათ, რომ სამმა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე იხელმძღვანელა ამ შესაძლებლობით და გახარია საქართველოსთვის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და ძლიერი საქართველო ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის მათ უკვე ჩვენ მოგმართეს შესაბამისი განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ავუხსნათ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებული გასულ საპარლამენტო არჩევნებში და ასევე არ ყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით მოემართათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით, შესაბამისი საარჩევნო პროცედურები გაევლოთ და მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა და ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არის ასეთი ორი პოლიტიკური პარტია, ერთი გახლავთ კონსერვატორები საქართველოსთვის, ხოლო მეორე პოლიტიკური პარტია ეს არის მამული ენა და სარწმუნოება. შესაბამისად არის ჯერ დრო იმისათვის, რომ პარტიები, რომლებიც გასულ საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრაცია ჰქონდათ გასულ საპარლამენტო არჩევნებში ან ყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, 8 აგვისტოს ჩათვლით მიმართონ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს განცხადებით. ჩვენ ვართ მსჯელობის და კონსულტაციის ბოლო ფაზაში და სულ მალე ვიქნებით მზად იმისთვის, რომ საზოგადოებას წარუდგინოთ ჩვენი კანდიდატი თბილისის მერობის, ის როგორც მთელ რიგ წერტილებში კანდიდატები და მაჟორიტარების კანდიდატები. საქართველოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, რომელმაც ამ შემთხვევაში, რომელიც გამოყენებული არის ამ შემთხვევაში დროებით ინსტრუმენტად, რომ მოახდინოს კონსტიტუციის გადმოტანა და კონსტიტუციის აღსრულება და იმ მუხლების აღსრულება, რომელიც არის ჩვენს უმაღლეს დოკუმენტში. შესაბამისად, დანიშნულია 4 ოქტომბრის არჩევნები, რომელიც გახლავთ გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხალხის ხელში, მშვიდობიანი ფორმით განხორციელდეს პოლიტიკური ცვლილება. ჩვენ რასაც ხედავთ ოპოზიციისგან არის, რომ ერთი ნაწილი პირდაპირ ბოიკოტის რეჟიმშია და სულ არ აინტერესებს არც მოსახლეობა და არც არავინ, ოღონდ საკუთარი თავი იყოს კარგად და მეორე ნაწილი აი ასეთ რაღაც ლიმბოშია მოქცეული, რომ თან აღიარებს, თან არ აღიარებს, თან უნდა რომ მიიღოს მონაწილეობა, თან კანონებს არღვევს სხვადასხვა წესით. მათი ნება ეს აჯაფსანდალი, ჩვენ კაფიო პოზიციით, კაფიო დაპირებებით, კაფიო მიზნებით შევდივართ ამ წინა საარჩევნო პროცესში, შევედით ამ წინა საარჩევნო პროცესში და სწორედ ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ ჩვენ მუნიციპალურ არჩევნებზე დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად მძლავრი პროტესტისთვის ემზადება.
ოქტომბერს არ ტარდება არჩევნები, 4 ოქტომბერს ტარდება რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანიც არის საქართველოში ივანიშვილის ხელისუფლებისთვის რაიმე ფორმით ლეგიტიმაციის მიცემა. მეტი არაფერს არ ემსახურება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 4 ოქტომბერი ქართული ოცნებისთვის არ იქცეს გამარჯვების დღე და პირიქით იყოს მისი პოლიტიკური ტრაგედიის დღე. ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს მათ ტრანსპორტში სისუფთავე დაიცვან. კომპანია ასევე განმარტებას აკეთებს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდება. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სუფთავდება და ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება სრული დეზინფექცია. ქალაქ ქუთაისის მოსახლეობასა და მის სტუმრებს სატრანსპორტო კომპანიის სახელით მოგმართავთ თხოვნით. გავუფრთხილდეთ მუნიციპალურ ტრანსპორტს, დავიცვათ დაზიანებისა და დანაგვიანებისაგან. აქვე განგიმარტავთ, რომ თუკი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ ავტობუსებში დამონტაჟებული შიდა მონიტორინგის კამერები დააფიქსირებენ ვანდალიზმის ფაქტებს. ვალდებულნი ვართ ვიდეო მასალა რეაგირებისათვის გადავუგზავნოთ შესაბამის ორგანოებს, რაც გამოიწვევს წესრიგის დამრღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას. ნათქვამია ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 9 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან 38-40 გრადუსამდე მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბურის სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. საფრთხის დონე საშუალოა, აღნიშნულია ინფორმაციაში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა ავირიდოთ გადამდები დაავადებები, რომლებიც ზაფხულის ცხელ ამინდში მწვავდება. კერძოდ, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად იმატებს საკვებთან და წყალთან დაკავშირებული ინფექციების, დიარეული დაავადებების, ჰეპატიტი A-ს, ლეპტოსპიროზის, ლეიშმანიოზის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. დაავადებებისაგან თავის დასაცავად კი საჭიროა შემდეგი პრევენციული ღონისძიებები. წყალსატევებში ბანაობისას ან თევზაობისას არ ჩაყლაპოთ წყალი. ეს შეიძლება გახდეს დიარეით, ჰეპატიტი A-ით ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი. მოხმარებამდე კარგად შეწვითან მოხარშეთ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველი, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი. აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისათვის გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა. ახლადმომზადებული კერძი სასურველია მიირთვათ ცხლად ან მზა კერძი ჭამის წინ კარგად უნდა გააცხელოთ, წამოადუღოთ. არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი. არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები. სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეზავდეს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ. მწვანილი და ხილი ჯერ უნდა ჩალბეს და შემდეგ გუდასმით უნდა გაირეცხოს გამდინარე წყლით. სასურველია მიიღოთ საღი, ახლად გაფრთხნილი ხელი. დაუშვებელია დიარეის, ფაღარათის მქონე პირებმა მოამზადონ სადილი ან ჩართული იყვნენ სხვა პირის მოვლაში. სიმპტომების ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, სისუსტე, უმადობა და სხვა. გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. ყოველთვის დაიბანეთ ხელი გამდინარე წყლითა და საპნით საკვების მომზადებამდე, საკვების მიღებამდე. საპირფარეშო სარგებლობის შემდეგ ზაფხულში მატულობს სხვადასხვა ცხოველების, განსაკუთრებით ძაღლების მიერ ადამიანთა დაკბენა, დაკაწვა, დადორბლის შემთხვევები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, მაქსიმალურად დაიცვათ თავი კოღუების კბენისგან იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ფლებოტომუსი ან კოღუები არის ან შეიძლება იყოს გავრცელებული, აღნიშნულია ინფორმაციაში.